თვითონ ამისთვის ვარ დამაგებული. ნამდვილად არ არის აი ამ ყველაფრის ყურება მარტივი. მოგესალმებით გამას მაყურებლებო, ახლა ვიმყოფები გამა Fight Hall-ში და ჩემთან ერთად უამრავი ადამიანი ელოდება დღევანდელი ივენთის The Last Samurai-ის დაწყებას. სანამ უშუალოდ ივენთზე გადავალ, მანამდე გამომყევით და ვნახოთ როგორ ემზადებიან ჩვენი მებრძოლები დღევანდელი საღამოსთვის. დღეს როგორც ვიცი, ზომბისთან გაქვს რევანში. და მაინტერესებს შენთვის რევანში ერთი ჩვეულებრივი ბრძოლა თუ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა და უფრო მეტად ემოციურიც, იმიტომ რომ იგივე მეტოქეს ხვდები, ვისთანაც წინა ბრძოლა სამწუხაროდ წააგე. პირველ რიგში მოგესალმებით. ხო, მეტად ემოციურია და საპასუხისმგებლო, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს რო ვაჯობო, მხოლოდ მაგ მხრივ. იმიტომ რომ რაც შემიძლია, ეგ არანაირად არ გამოჩენილა მაგ ბრძოლაში. ეხლა კიდევ ვაპირებ ყოველივე გამოვაჩინე. კი, ვიცი რომ ეს ბრძოლა 3 დღით ადრე აიღე და ალბათ ამას აბრალებ წაგებას. ნუ მოუმზადებლობას თუნდაც 2 წამით მაღლა რომ ვიყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს პირველ რიგში. და რა შეიცვალა იმ ბრძოლის მერე? რა შეცვალე თუნდაც შენ თავში, ტაქტიკა როგორ შეიცვალა და ზოგადად რას პირდები დღეს გამას მაყურებელს? მეცისწრაფე, სიხისტეს. კლასიკურად როგორც ვჩხუბობ სწორედ იმ სტილს, მაგრამ გამომჯობესებულს. და რა თქმა უნდა, კმაყოფილი და ამაყად უნდა გავიდე ამ რინგიდან დღეს. ეს როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს. უბრალოდ მაქსიმუმ საკუთარი თავის, რადგან მეტად მზად ვარ და ფორმაში ვარ. ესე იგი მზად ხარ მოგებისთვის. კი, მზად ვარ ბრძოლისთვის და მოგება თავისთავად მოვა. წარმატებებს გისურვებ, იმედია რომ ეს რევანში შენთვის ძალიან კარგად დასრულდება. გმადლობ. დანარჩენს ნახავთ უკვე რინგზე. შენი მეტოქე ჩავწერე უკვე. და ესეთი რაღაც მითხრა რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც წინა ბრძოლა დასრულდა დამარცხებით იყო ის რომ ბრძოლა იყო 3 დღით ადრე. შენ რას ფიქრობ? აი რა იყო მთავარი მიზეზი? ასე ვთქვათ, რა იყო შენი მეტოქის მთავარი სისუსტე? მოკლედ ის 3 დღე არაფერს არ ნიშნავდა რა და მაგას ყველა დაინახავთ დღეს აქ რიგზე. რიგზე გაიგო სინამდვილეში რა მოხდა და რა მოხდება. მეორე საქმეა არაფერი. ესე იგი, ბევრს არაფერს არ გვეტყვი, უბრალოდ დაამტკიცე ყველაფერს რინგზე. კი. ნახოთ, შენ როგორ ემზადებოდი ამ ბრძოლისთვის? ტაქტიკა თუ შეცვალე, ზოგადად მომზადების პროცესი როგორ გადიოდი? ტაქტიკა დიდად არ შემიცვლია და კარგადაც გავიარე რა, უფრო მეტი ვარჯიშე, უფრო მეტი დრო დაუთმე ვარჯიშს. და ჩემთან აკაკი კაკრიაშვილთან გარდაბანში ვარჯიშობდი რა, კემპი გავიარე. კარგი. მაშინ შენ წარმატებებს გისურვებ და ვნახოთ რა იქნება დღევანდელ ივენთზე, როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა. სანამ ბრძოლა დაიწყება, მე მინდა რომ ჩვენს ულამაზეს რინგ გოგონებთანაც შეგახედოთ რამდენიმე წუთით და რაღაცები მოდი გოგოებსაც ვკითხოთ. ესე იგი, მე ამ კითხვებზე პასუხი ასე თუ ისე მაინც ვიცი, მაგრამ მოდი მინდა რომ მაყურებელმაც გაიგოს ზოგადად როგორი შეგრძნება შენთვის რინგზე გამოსვლა, როდესაც აი ამდენი ადამიანის თვალწინ გამოდიხარ, ესე ლამაზად, მშვიდად, წყნარად, თავდაჯერებულად ყველას უღიმე, ანუ რეალურად რას გრძნობ ხოლმე ამ დროს? რეალურად ესეთი მშვიდი არ ხარ შინაგანად. უბრალოდ ამ ყველაფერს საკუთარ თავს ფლობ, რა თქმა უნდა, განიცდი და ნერვიულობ. ძალიან ბევრჯერ მინერვიულია და დღემდე მაქვს აი ეს ნერვიული ფონი. არ არის ისე, რომ გავიდე და საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ ნერვიულობ. მაგრამ მე ეჩვევი, თოთა განმავლობაში უკვე დიდი ხანია რაც აქ ვარ და ეჩვევი მე და მოგწონს პროცესი, ძალიან მიყვარს გამა და ну, იცი, კარგად ვარ აქ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხდები გამას. აი, მადლობა საყარელო. აი, შენი პირველი გამოსვლა რო გაიხსენო რინგზე. როგორი იყო? როგორი ემოციები გქონდა და ზოგადად აი, თუნდაც როგორი მოლოდინები? პირველი იყო ძალიან ნერვიულო, ზოგადად მე ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან ნერვიულობდი. და მაესტროს უსვავდი 1000-ნაირ კითხვას ვერ მომიშორა მაესტრო. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაშინ ჩვენ ბორბლები გქონდა და რაღაც ძალიან უცხო იყო ჩემთვის, ვფიქრობდი რამდენად გავართმევდი თავს, ბევრი მღელვარება მქონდა, ეხა არ დაგხლით. კი, განსაკუთრებით ბორბლებზე მინდა გითხრათ, რომ არც თუ ისე მარტივია, კი, იქ გადასვლა გადმოსვლის ამბავი მე ერთხელ მახსოვს, რომ ჩავარდი და აი, არ ვიცი, ანუ ესე აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომ აი ვინმე მხოლოდ დამინახა, ასე რომ, ხო, არც თუ ისე მარტივია ეს ყველაფერი მინდა გითხრათ.
ძალიან დიდი მადლობა ნილე. მადლობა შენ და წარმატებები ძალიან ბევრი, ძალიან გვაქვს. წარმატებები შენც. ნახოთ დღეს როგორი ივენთი გველოდება. ხო, შენი პროგნოზიც რომ მითხრა, აბა, რას უნდა ელოდოს დღეს მაყურებელი? ბევრი სისხლი, ბევრი. ელოდოს როგორც ყოველთვის ძალიან მაგარ ჯახს. როგორც მაესტრო იტყვის. კი, წავედი. ძალიან დიდი მადლობა. მაესტრო, რა მაგარ უიძე ხარ? შენ ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა? გუნდმა. საქართველოში რაღაც არ გავს ეს ქართულ მგონია რომ საიდანაც ჩამოიტა. ეს ჩემადმა. რატო მაინც და მაინც Last Samurai მითხარი? რავი, უკვე უბრალოდ ერთ-ერთი კინოა, რომელიც მოგვწონს ყველას. ხო, ზოგადად ივენთებს ძალიან კრეატიულ სახელებს არქმევ ხოლმე, მინდა გითხრა. და ესეც არის გამონაკლისი. და ბოლოს, სანამ ივენთი დაიწყება, ერთი სიტყვით მითხარი, ერთი სიტყვით რომ აღწერო დღევანდელი ივენთი როგორი იქნება. მხოლოდ ერთი სიტყვით. სასტიკი. სასტიკი. მაშინ დაელოდეთ დღევანდელ სასტიკ ივენთს. გამარჯობა პატივცემულო პუბლიკაო. ავიწყობთ ბიჭო. სად ხართ? ესე იგი, ახლა ჩემთან ერთად არის დღევანდელი ბრძოლის დებიუტანტი. გიორგი, მაინტერესებს როგორია შენთვის გამას ოქტაგონზე პირველად ბრძოლა, როგორი ემოციები გაქვს? გამარჯობა პირველ რიგში, საინტერესოა ძალიან. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ გარემოთი. უფრო გამიღვივა სისხლი, უფრო მომიტანა ბრძოლის შინი და ვფიქრობ, რომ იდეალური საღამო იქნება. მადლობა გამას, მადლობა აქ მოგზანებულ ხალხს. მოკლედ რომ მითხრა, რა გზა გაიარე გამამდე, როგორ მოხვედი დღეს ჩვენთან? კი ბატონო, პროფესიონალი მებრძოლი ვარ, გამოცდილი, მუშტიკრივი ახალია ჩემთვის, თუმცა ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში, კიოკუშინ კარატეში, ვარ ბაზით მოჭიდავე, მალე MMA-ში მიხილავთ ამავე ორგანიზაციაში, თუმცა ჯერ უნდა მოვსინჯო რა არის მუშტიკრივი, იმიტომ რომ ძალიან აჟიტირებულია ამით ხალხი და მეც მინდა აი ახლა რაც იქ ხდება. ნამდვილად, აი ძალიან სანახაობრივია მართლა ეს ყველაფერი. ესე იგი, დიდი ხანია ზოგადად რა სპორტში ხარ, ხო? კი, დიდი ხანია სპორტში ვარ, უბრალოდ კრივი ახალია ჩემთვის ძალიან. და ზოგადად რა გეგმები გაქვს? აი თუ შენთვის მაგალითად გამარჯვებით დასრულდება დღევანდელი შეხვედრა, რას გეგმავ, რომ გითხრა? კი, MMA-ში გადასვლას და 61 კილოში დომინაციას. აჰა, 61 კილოში დომინაციას ეს როგორი განაცხადია? თამამი, ძალიან თამამი განაცხადია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და იმედი რომ შენი დებიუტი დღეს ძალიან კარგად დამთავრდება. მადლობა დიდი. თედო, სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე შენს მეტოქეს, როგორც ვიცი, დღევანდელი ბრძოლა ორივესთვის არის დებიუტი, ხო? კი ბატონო. როგორ გრძნობ თავს, როგორია შენთვის გამას რინგზე პირველად გამოსვლა, როგორი ემოციები გაქვს და როგორი მოლოდინები? მოლოდინებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. წინასწარ არ იყო ეს ბრძოლა ჩაინიშნული, უფრო მომზადებოდი, შედარებით უკეთეს შედეგს დავდებდი, მაგრამ მაქსიმალურად ვესწრები მაინც. ძალიან არ ნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტია. კი ბატონო. მაგრამ მაინც შევესწრები, ჩემ მაქსიმუმი გავაკეთე. და შენს გამოცდილებაზე რომ მითხრა, მაშინ ერთი-ორი სიტყვა რადგან ახსენე. კრევი. არ ჩემი გამოცდილება. როგორ გაიარე მომზადების პროცესი? აი, ყველაზე რთული ნაწილი რა იყო? როგორც ვიცი, მებრძოლებისთვის საკმაოდ ძნელია ხოლმე თუნდაც წონის კლება და აი შენი გამოცდილება რომ მითხრა ამასთან დაკავშირებით, როგორი იყო? წონა ჩავაბარე 2 კილოს ზაფხულს. ძალიან არ გამჭიროებია, იმიტომ რომ დაახლოებით 65 კილოა ჩემი ფორმა. და არ გამჭიროებია სპარინგები, სირბილი და ასე შემდეგ. კარგი. პრობლემა არ მაქვს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ დღეს. ნამდვილად არ არის აი ამ ყველაფრის ხურება მარტივი. პირველი ბრძოლა და ესეთი სისხლიანი, არ ვიცი, მართლა არ მახსოვს. აი ესეთი სისასტიკით როდის გაიხსნა გამას ოქტაგონი? ამ ბრძოლაში ყავს გამარჯვებული. აი ეს მებრძოლი ვინმეს ხო არ გეცნობათ, გიორგი. დღეს ვის გულშემატკივრო? გიგი ბერიძის. ზომბის. ესე იგი, დანარჩენი იმედი მაქვს ლამაზი ბრძოლები იქნება და ძლიერი გაიმართებს. მაინტერესებს აი როგორი გრძნობა შენთვის, როდესაც მაყურებლის როლში ხარ მოსული და უშუალოდ შენ არ გიწევს გამას ოქტაგონზე ბრძოლა.
რა ვიცი, უფრო მოშებული ვარ. ბრძოლაზე ავყიდო. და უბრალოდ სიამოვნებს ეს ლამაზი შოუ. მე როგორც ვიცი, შენი ძმაც გამას მებრძოლია, უყურე კიდევაც შენი ძმის ბრძოლას და როგორი შეგრძნება, როდესაც აი ესეთი ახლობელი თვის ამ ყველაფრის ყურება შენ გიწევს, შენი ძმის ბრძოლაზე უფრო მეტად ხო არ ნერვიულობ ხოლმე. ბევრს მესული არის სიმართლე ვიდრე ჩემი ბრძოლა. მაგრამ რას ვიზავთ? ძმები მებრძოლები ვარ და ამ სტრესის გადავლას ვიწევს. ესე იგი, ერთმანეთს ალბათ ძალიან ეხმარებით, თუნდაც მომზადების პროცესში. რა თქმა უნდა. როგორ ეხმარებით ხოლმე? რავი, როგორ გითხრა ესე. როგორც მე ვაძლიერებ მას, ის მაძლიერებს მე და ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, რომ ჩვენი ერთი მიზანი მეგობრებო, რა ბოლომდე მივყავთ და ერთი სამდე ბოლომდე მივიდეთ. ესე იგი, ერთმანეთის გამოცდილებას უზიარებთ ალბათ და ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ძალიან მაგარია, როდესაც საკუთარი ძმაც ამ სპორტშია და აი ესე გეხმარება. წარმატებები ორივე შენს და შენ ძმასაც. დაიწყო მეორე ბრძოლა, უბრალოდ აი ემზადებიან მებრძოლები, ადიან რინგზე, ერთ-ერთი მებრძოლი არის დებიუტანტი და ვნახოთ როგორ პერფორმანსს გვაჩვენებს დღეს გამას ოქტაგონზე. დღევანდელი დებიუტანტი მგონი საკმაოდ აქტიურია დღეს. გიორგისთვის და თედოსთვის დღეს გამას რინგზე არის პირველი ბრძოლა. ამჯერად ისინი იბრძვიან 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ნახოთ რომელი მათგანისთვის დასრულდება დღევანდელი საღამო წარმატებით. საკმაოდ აგრესიულად დაიწყო ბრძოლა. გიორგი აგრძელებს ბრძოლას და თედო საკმაოდ აგრესიულად უწევს და რამდენიმე წამი დასჭირდა მებრძოლს იმისთვის, რომ ბრძოლა გაჩერებულიყო. მართლა ძალიან მოულოდნელი იყო, აი წამის მეასეთში მოხდა ალბათ ეს ყველაფერი. გამარჯვებულია თედო როგოვა! თედო მოკლედ, აი არ ვიცი, მართლა საოცარი პერფორმანსი იყო. მით უმეტეს იმის ხარჯზე, რომ სულ ცოტა ხნის წინ მეუბნებოდი, რომ საკმარისად მომზადებული არ ვიყავიო და მაინტერესებს როგორ მოახერხე ეს ყველაფერი მეტოქის ტექნიკური ნოკაუტით დამარცხება. არ ვიცი, ალბათ ღმერთის წყალობით. მართლა არ მქონია დრო იმისი, რომ მომზადებულიყავი, მაგრამ მაინც შევძელი რაღაცნაირად იმის ძალა მომცა ღმერთმა, რომ ეს ჯგუფი მომიგო. დიდი პატივისცემა მინდა უთხრა ისევ აქედანაც გიორგი დევაძეს, მაგარი ადამიანია და სულ წინ და წინ უნდა იაროს მან. შენი აზრით რა იყო შენი მეტოქის სისუსტე? სისუსტე ალბათ ვერ გეტყვი, არ ვიცი, სისუსტე რა იყო, უბრალოდ იჭხუბე და მორჩა, ჩემი აზრით ასეთია. სისუსტეს ვერ გეტყვი, არ ქონდა მაგ ადამიანს სისუსტე, კარგად მომზადებული იყო, უბრალოდ წონის გამო, წონის კლების გამო არ იყო თავის ფორმაში. ამას ეს შემიძლია ვთქვა მარტო. და როდის გიხილავთ გამას ივენტზე? კიდევ. როცა შანსი მომეცემა, ამ შანსს არ გავუშვებ ხელიდან, როგორც ეს არ გავუშვი და ორ კვირაში, სულ რაღაც ორ კვირაში ნოკაუტი შემოგთავაზე. ესე იგი მზად ხარ მაინც ნებისმიერ დროს ბრძოლისთვის. კი ბატონო, მზად ვარ ნებისმიერ დროს ბრძოლისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავ გამარჯვებას. უბრალოდ, მაგრამ რა თქმა უნდა შეცვლილზეა ყველაფერი. სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ გიორგი თათიკაშვილის და გიორგი ბიბილურის ბრძოლა. თუმცა პირველმა რომელიც ბრძოლა ასევე იყო რევანში, სამწუხაროდ ახლა სრულიად გიორგი გაეცა თათიკაშვილმა ვერ მოახერხა. შენ სიტყვი რამდენად მაყოფილი ხარ და საკმაოდ ისეთ განცხადება გააკეთა, რომ გონი დროა ბრძოლა საერთოდ თავი დაანებო და თავისი ხელთათრანები დაგვიტოვა რინგზე. გიორგი გილოცავ გამარჯვებას. ძალიან სანახაობრივი ბრძოლა შემოგთავაზე და შენმა მეტოქემ ძალიან ემოციურად დაასრულა ბრძოლა, საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა. ეს იყო თქვენი რევანში. კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მაინტერესებს შენ როგორ ემზადებოდი ამ ბრძოლისთვის და თუ იყო რამე ისეთი რაც შეცვალე, როგორ გაიარე ზოგადად მომზადების პროცესი. კიდევ მოგესალმებით, აყურებელს მივესალმები.
რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას რევანში იყო კი პირველი ბრძოლა ჩემი გამარჯვებით დასრულდა მომზადებით სიმართლე გითხრათ სულ ერთი კვირა ვემზადებოდი და უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვიყავი უფრო მომზადებული ვიდრე ტექნიკური მომზადება დიდად ისე არ მჭირდება როგორც მაგალითად სხვა სადგან ძალიან დიდი გამოცდილება და სტაჟი მაქვს ამ სპორტში და მაინც ის მონაცემები და შესაძლებლობები გამაჩნია რომ ნებისმიერი უბრალოდ შემოვიდე და მომზადებებმაც მოვიდა და აგერ ახლა დავამტკიცე და ყველაფერს წერტილი დავუშვი. რაც შეეხება გიორგის კომენტარს, ვფიქრობ ემოციებისგან არის გამოწვეული, ის ძალიან მაგარი ბიჭია და მურჩევ რომ არ დაანებოს, რადგან ნებისმიერის დამარცხება შეუძლია მასიც და წარმატებებს უსურვებს თავის კარიერაში. მეც ვფიქრობ რომ დამარცხება ნებისმიერ სპორტში არის ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენა და სპორტის ნაწილი. წარმატებებს გისურვებ და რას უნდა ველოდოთ, რას უნდა ელოდოს მაყურებელი, როდის გიხილავთ კიდევ გამას რინგზე. მაქსიმუმ 4 თვეში ისე ვაფიქრებ. და კამარს აუცილებლად ავიღებ ჩემპიონატში. ესე იგი უკვე განაცხადი გაკეთდა კამარზე. დიდი ხანია აქ ვარ გამაში ალბათ 3-4 წელია უკვე. მეათე ბრძოლა ჩავატარე და მეკუთვნის. ესე იგი დროა უკვე რომ კამრისთვის იბრძოლო. წარმატებები. დიდი მადლობა. ვის გულს შემატკივრობ დღევანდელ ივენტზე? ჯეირანაშვილს და ბიბილურმა კიდევ გაგვახარა. იმედი მაქვს ჯეირანაშვილი მეორე კამარს წამოიღებს გოლში. სხვა ყველაფერს გულს შემატკივრობ, განსაკუთრებით მაგას. ზოგადად როგორ შეაფასებდი დღევანდელ ივენტს? საჩემპიონო ბრძოლა წინ გვაქვს, მაგრამ ნუ აი რაც ვიხილეთ, საკმაოდ სასტიკი ბრძოლები იყო და როგორ შეაფასებდი? ჯერჯერობით კარგად მიდის ივენტი. გონია თავარი ბრძოლები უფრო დააგვირგვინებს და კარგი. მადლობა. გამარჯობა. გულ შემატკივრობ დღეს. სომბი. და შენ რომ ებრძოლი იყო, შენი ზედმეტსახელი რა იქნებოდა? იმპერატორი. და ხარ ჭყობ შენ სპორტს ხარ მისდევ. კი. მართლა რომელ სპორტში ხარ? კრივი, რა მაგარია. შენ როდის უნდა გიხილოთ მაშინ გამას რინგზე? 8 წელს ალბათ. აი, წარმატებები. აკა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ჩვენთან. რატომ უნდა გახდე ჩემპიონი შენ და არა შენი მეტოქე? ჩემ მეტოქესაც ზუსტად ისეთივე მიზეზები აქვს ჩემპიონად გახდენისთვის, რა მიზეზებიც მეც მაქვს. ორივეს მთელი ცხოვრება გვაქვს ამ საქმეში ჩადებული. 28 წლის ვარ და 21 წელი მაქვს სტაჟი რინგის. ასე არის ჩემ მეტოქეც რა. ამიტომ ორივეს ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს რომ გავხდეთ ჩემპიონები. ესე იგი თანაბარი ძალებით იბრძვით ფაქტობრივად დღეს გამას ოქტაგონზე. რა თქმა უნდა, კი მე ცუდ ბიჭებთან არავის არ მომჭირდება. ყოველთვის ანდერდოგი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის 90% ყოველ შემთხვევაში გაუცებული ვიტოვები ხავს. ნახოთ ახლა თუ გავდივა. კიდევ უფრო გაზაფხული ბრძოლა გველოდება, იმიტომ რომ არის ნამდვილად პროფესიონალი. აი ამ მომენტზე ვიტყოდი რომ პატარა ბავშვი რომ მეუბნებოდი ბოლოს მეგობრობა იმარჯვებს და აი ზუსტად ეგაა. მაგარია. სანამ საჩემპიონო ბრძოლებზე გადავალთ, მანამდე ვფიქრობ, რომ ამ დღის კიდევ ერთი ძალიან გამორჩეული ბრძოლა გველოდება წინ. ემზადება რინგზე ასასვლელად გიგი ბერიძე. არაერთი ნოკაუტი გვანახა აქამდე მან გამას რინგზე და ვნახოთ დღევანდელი შეხვედრა როგორ დასრულდება. აპლოდისმენტები შევხვდეთ. გიგი ბერიძე მეგობრებო. სულ ცოტა დრო რჩება შენ საჩემპიონო ბრძოლამდე. მხოლოდ და მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს შენთან. რატომ უნდა გახდე დღეს შენ ჩემპიონი და არა შენი მეტოქე? მე იმიტომ უნდა გავხდე ჩემპიონი, რომ ან უბრალოდ ამისთვის ვარ დაბადებული. და მე მაქვს ამისთვის ყველანაირი რესურსი. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ შენს მეტოქესაც ზუსტად იგივე კითხვა დაუსვი და მითხრა რომ ორივეს გაქვთ ასე თუ ისე თანაბარი მონაცემები, ორივე ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი და საკმაოდ დიდი ხანია ზოგადად რაც ამ სპორტში ხართ. როგორი ტაქტიკა გექნება დღეს და რას ელოდები შენი მეტოქისგან? ალბათ ნაკლებ შეტევას ველოდები, თუმცა
შევხედა პირველი რაუნდი აუცილებლად გაზვერვითი მექნება და შემდეგ მე და ჩემი გუნდი გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცევთ. ტიტულისთვის ბრძოლა არ არის მებრძოლისთვის რაღაც ერთი ჩვეულებრივი რიგითი ბრძოლა. ეს არის ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და შენი ემოციები მაინტერესებს ამ დროს უფრო მეტად ხო არ ნერვიულობ? ანუ უკვე მე ხელა გამოცდილება მაქვს უშუალოდ საბრძოლო ხელოვნებებში რომ ჩემთვის ნერვიულობა არ არის არც ტიტულზე და არც ისე. ამიტომ საერთოდ არა. პერიკი ძალიან შვიდად ვარ და შვიდი გონებით გავდივარ. შვიდად ელოდებით გაჩემპიონებას კი. წარმატებები მაშინ. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გვაქვს პირველივე რაუნდიდან. თქვენი პროგნოზი მაინტერესებს, რას ფიქრობთ, როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა? პირველივე რაუნდში ველოდებოდა გიგისგან ნოკაუტს, მაგრამ გიგი თავის საქმე კარგად იცის და უკვე დავდაჯერებულად ველოდები უკავად როდის მოიგებს. საკმაოდ აგრესიულია ორივე მებრძოლი დღეს. ორივე ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ორივე ძალიან მაგარი ბიჭები არიან. კარგ სანახაობას გვთავაზობენ და მაგრამ მე მაინც უფრო გიგისგან მოვდივარ. ესე იგი თქვენ გიგის გულშემატკივრობთ. რა თქმა უნდა. ორივე მაგარი ბიჭები არიან. ორივე სანადე. თქვენ ვის გულშემატკივრობთ ამ ბრძოლაში? შემატკივრობ მე და კოტეჭკადოს. კონკრეტულად და გამარჯვებას უშევ. კონკრეტულად აი ამ ბრძოლაში ვის გულშემატკივრობთ? გონია რომ ბერიძე მოიგებს. იგი ბერიძე ესე იგი. და როგორ დასრულდება ნოკაუტს ელოდებით თქვენს? არა, გადაწყვეტილებით მგონი. აჰა, ესე იგი სამივე რაუნდს ვიხილავთ და საბოლოოდ საჯები გადაწყვეტენ. გაუგზელე ახლა. დასრულდა გიგის და გიორგის ბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს ესმერდა რომ გითხრათ მეც ველოდებოდით ნოკაუტს, აი ახლა ველოდებით საჯების გადაწყვეტილებას. გიორგი გალაშული დაგავდება. გამარჯვებული. გაყოფილი გადაწყვეტილები. დაიწყო დიმა ჯიქიას და კოტეჭკადუას ბრძოლა ჯიშველ მუშტებზე. ზომბის აქამდე გამას რინგზე აქვს 22 ბრძოლა უკვე ჩატარებული. 23 ბრძოლა ნახოთ მისთვის როგორ დამთავრდება. Давай, зомби, муфле, давай! გამარჯვებულია დიმა ჯიქია. დიმა ჯიქიასგან რევანში აღებულია. Zatrąbce kanapie Ega strucha kłameszczysz. Ekla! Sadu Artuara, bycio!
ირაკლი, გილოცავ გამარჯვებას, 66 კილოგრამში ჩემპიონი ხარ. და საკმაოდ მალე შეძალი შენი მეტოქის დამარცხება დღეს. ეს სტრატეგია გქონდა? არა, მე როგორც აღნიშნავდი, აქამდე ეს სტრატეგია მქონდა, რომ აუცილებლად მინდოდა 5 რაუნდიანი ბრძოლა, თუმცა, ასე მოხდა ბრძოლა, დარტყმა და ასე ხდება. წინასწარ მაინც ვერ გამოვიდა ის, ვერ გავთვალე რაც მინდოდა. მაგრამ ძალიან სანახაობრივი პერფორმანსი შემოგთავაზა. ძალიან სასიამოვნო თუ ასე ფიქრობთ. ეგ მინდოდა მეც. მაინტერესებს რას ეთყოდი იმ მებრძოლებს, ზოგადად იმ სპორტსმენებს, რომლებიც ჯერ ახლა იწყებენ კარიერას, რა რჩევას მისცემდი მათ? ალბათ ახალგაზრდა მებრძოლებს იმას ვეთყოდი, რომ აუცილებელია დისციპლინა, აუცილებელია ვარჯიშზე ბოლომდე დახარჯვა და მეტი დრო დარბაზში ვიდრე გარეთ. ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომზადების პროცესში შენი აზრით რა არის? ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფილ, რომ ეს ისეთი სპორტია, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი, როგორც ფიზიკა, ასევე ტექნიკა და ესე განსაკუთრებით, ყველაფერი მნიშვნელოვანია. შენს გულშემატკივარს რას ეთყოდი? ყველაზე დიდი გულშემატკივარი დღეს შენ გვერდით იყო, ნახე, შენი შვილი. კი, ყველაზე დიდ მადლობას მოვუხდი ჩემ გულშემატკივრობისთვის და არ ვიცი, აი ემოციებს ვერ მალავ, ძალიან ამ ხელა გულშემატკივრობა რომ მოდის ჩემს მიმართ, ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, მებრძოლისთვის გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა დიდი, წარმატებებს გისურვებ და გილოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებას. დასრულდა დღევანდელი ივენთი, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ძალიან ბევრი სანახაობრივი და თან ძალიან სასტიკი ბრძოლებიც ვნახეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში, როგორ მოგეწონათ დღევანდელი ივენთი და რა თქმა უნდა ეს ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.